პატრონი მოკლედ მაინტერესებს რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელსაც საკრებულო განიხილავდა, ასევე მაწანწალაძაღლებთან დაკავშირებით, ვინ იბრძოლებს იმ ადამიანების უფლებებისთვის და მაწანწალაძაღლების უფლებებისთვის, რომელსაც ამოხოცვას აპირებენ ქუჩაში. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე მოკლედ მოგახსენებთ ამ რეგულაციის შესახებ, რომელსაც 30 რომლის მიღებასაც 30 მარტს აპირებს თბილისის საკრებულო. ეს არის რეგულაცია, რომელიც პირდაპირ მიმართული არის სიცოცხლის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ცხოვრთა დამცველები არა ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ აგრესიული ძაღლი, რომელსაც ფსიქიკა აქვს შერყეული და რომლის განკურნება შეუძლებელია, ასევე ავადმყოფი ძაღლი, რომელიც განუკურნებელი სენით არის დავადებული, რა თქმა უნდა, ესეთი ძაღლები უნდა იყვნენ ლიკვიდირებული, ოღონდ ცივილური მეთოდით ევთანაზიით. და აი ამ ჭრილში იმ რეგულაციაში, რასაც აპირებს საკრებულო მიიღოს, პირდაპირ თეთრზე შავი წერია, რომ ყველა ძაღლი მიუხედავად იმისა, ჯამთელია თუ ავადმყოფი, აგრესიულია თუ არ არის აგრესიული, ყველა ძაღლი უნდა იყოს გადაყვანილი მერის მუნიციპალურ თავშესაფარში. ამას არეგულირებს აი ამ რეგულაციის მერვე მუხლი და შემდგომ ყველა ეს ძაღლი ექვემდებარება ევთანაზიას, ანუ სიკვდილს. ეს არის კიდევ ვიმეორებ ისეთი რეგულაცია, ისეთი კანონი, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ჩვენ ყველა თითოეული მოქალაქე ვალდებული ვარ დავიცვათ სიცოცხლის უფლება. ჩვენი მეგობრების, აი მეგობრის, რომელიც ღმერთმა შექმნა ძაღლის სახით ადამიანის მეგობრად, ვალდებული ვართ ყველა დავიცვათ აი ამ ცხოველების და ძაღლების სიცოცხლე და უფლება. რაც შეეხება ახლა იურიდიულ ასპექტს და ვეტერინარული კუთხით, თუ რა ლაფსუსი არის აი ამ რეგულაციებში, ამას მოგახსენებთ იურისტი ქალბატონი ია და ასევე ვეტერინარი ქალბატონი მარიკა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიმუშავეთ ამ თემაზე, წარუდგინეთ საკრებულოს კანონპროექტი, უпростоრეთ აი ამ ესე იგი სამსახურს, რომელსაც ქვია მერის სპეციალური სამსახური, რა ქვია მარიკამ სამსახურს, მონიტორინგის სააგენტო უпростоრეთ. წარუდგინეთ, მაგრამ ჩვენ და გასაოცრად სულ სხვა კანონპროექტი გადაუგზავნა აი ამ სააგენტომ საკრებულოს განსახილველად. მე ჩვენ ესე იგი ვიმუშავეთ ამ საკითხზე ძალიან სერიოზულად და როგორც გითხარით, კომპეტენტური პირი, იურისტი და ასევე კომპეტენტური პირი, ვეტერინარი, ზუსტად დეტალებში მოგახსენებთ ყველაფერს, თუ რა ანტიჰუმანური, ანტიკანონერი და უსამართლობა არის ჩადებული აი ამ რეგულაციაში, ამ პროექტში, რომელიც საკრებულომ უნდა მიიღოს 30 მარტს. თქვენს დიახ. პირდაპირ მოგახსენებთ, თქვენ გინახიათ ეს იარაღი, რითაც ესვრიან ძაღლს, ეგრეთ წოდებულ სანარკოზე საშუალებას. ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, რომელიც ერთ-ერთში გავს სნაიპერის შაშხანას. აი ამ თოფით ხდება აი ამ ტრანკვილიზატორის სროლა ძაღლებზე და ბავშვმა, მოხუცმა, მათ შორის მეც კი არ ვიცოდი, რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული დასაძინებელი თოფი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის სნაიპერის შაშხანა ერთ-ერთში, გარეგნობით და შეხედულებით. აი ამ შაშხანებით შეიარაღებული ეს მკვლელები შეესწრნენ გუშინ არა მარტო ნუცუბიძის პლატოს, მთელ თბილისს იყვნენ მოდებული, მე გავავრცელ ინტერნეტში სხვა ვიდეო მასალა და ამის შესახებ მოგახსენებთ, კიდე გეტყვით. ზუსტად აი ამ თოფებით შეიარაღებული შეესწრნენ გუშინ ნუცუბიძის პლატოს, სადაც არის ქალბატონი მარიკა მამულაშვილი, რომელსაც ყავს მიკედლებული ძაღლები და რომლებსაც ვეხმარებით ჩვენ საკვებით და წამლით. მიუხედავად ქალბატონი მარიკას თხოვნით, რომ ეს არის ესე იგი ჩემზე მიკედლებული ძაღლები, არა აგრესიულები, ჯამთელები, ნუ დამიხოცავთ ძაღლებს. მაგრამ ქალბატონი მარიკას ეს თხოვნა ყურად არ მიიღეს და ბავშვების და ადამიანების თვალწინ პირდაპირ ესე იგი მოაწყვეს იქ სასაკლაო. აი ამ
მე ხა გეტყვი ძალიან მარტივად ამაზე მე ქალბატონი მარიკა გეტყვით ესე იგი ზუსტად რა იყო და როგორ იყო, მაგრამ ფაქტი იყო თვითონ ესე იგი ამაზრზენი წარმოიდგინეთ თქვენ აი ეს ტყვია რომელიც ხვდება ძაღლს, რომელშიც ეს დასაძინებელი სითხე არის, ხო? აი ამ თობს აქვს ჩვეულებრივი ხმა იგივე როგორც ესე იგი აი ამ პნევმატურ შაშხანას აქვს, ის სნაიპერის შაშხანას აქვს. ძაღლს რო ხვდება ეს ძაღლი საოცარ ხმას გამოსცემს წივის, კივის და შველას ითხოვს. და აი ამის მომსწრე იყო ესე იგი აი ეს მთელი მოსახლეობა იქ და იმდენად ამაზრზენი სანახაობა იყო და სურათი იყო, ხო, ბავშვებისთვის ეს წარმოიდგინეთ ის ბავშვები მე მგონია რომ ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან დღემდე ალბათ. და შემდეგ ესე იგი ხო ჩვენ რო ავტეხეთ განგაში ამასთან დაკავშირებით 24 ძაღლი ეს დანამდვილებით ვიცი 24 ძაღლი იქნა აი ამ თოფით დაგდებული ძაღლი ამ დროს ესე კარგავს გონებას მაგრამ თუ ესე იგი ის ტყვია რომელშიც ეს დასაძინებელი სითხე არის მეტი დოზით არის ეს წონის მიხედვით უნდა მოხდეს ზაღს ის კვდება ის გონებას კი არ კარგავს მარტო იქვე ესე იგი ვარდება და გარკვეული დროის შემდეგ აი ამ ეგრეთ წოდებული გადამეტებული დოზის გამო ამაზე ქალბატონი მარიკა მოგახსენებთ კვდება იქ ადგილზე 24 ძაღლი დააგდეს ესე აი ამ მკვლელებმა მერის აი ამ მონიტორინგის სააგენტოს ხალხმა ჩაყარეს შემდეგ მანქანებში და გადაიყვანეს მუნიციპალურ თავშესაფარში ჩვენ რო დავიწყეთ ამაზე განგაში რო ავტეხეთ გამოვიდნენ და განაცხადეს რომ მხოლოდ 6 ძაღლი გადაიყვანეს მათ შორის ამ 6 ძაღლიდან ერთი არის ლეკვებიანი ძაღლი და დანარჩენი 18 ძაღლი ესე იგი აორთქლდა წარმოიდგინეთ და ამას რატო აკეთებენ რატო გაავრცელეს ეს ცრუ ინფორმაცია რომ მარტო 6 ძაღლი გადაიყვანეს ვითომ აი ამ განგსტერული აქციის შედეგად შემდეგ ლუცუბიძის პლატოდან იმიტომ რომ ეს 18 ძაღლი შემოაკვდათ ან შეგნებულად მოკლეს და ну ბუნებრივია ნამუსის ზარღვი გაწყვეტილი აქვს სადგინახია თქვენ მკვლელი ნამუსიანი ხო გაწყვეტილი აქვს ნამუსის ზარღვი და ესე თავს იმართლებენ იმიტომ რომ მათ ჩაიდინეს კრიმინალი და ეს კრიმინალი ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში იჟება ჩემოკარგებო მაგრამ ეთყობა აი ისევე როგორც 259 მუხლი იყო მკვდრად ჩობილი საქართველოში და არის რომელიც ითვალისწინებს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დაჟას ასევე დაუჟელი არიან დღეს სადისტები მკვლელები რა მნიშვნელობა აქვს შემოგარგებო თქვენ უდანაშაულო ძაღლს მოკლავთ ესე სადისტურად ბავშვების თვალწინ თუ ადამიანს ესე იგი გაუყრიან დანას ჩემთვის მაგალითად არანაირი მნიშვნელობა აქვს ორივე დამნაშავეა და ორივე უნდა აგოს პასუხი მე თუ ტყვილს ვამბობ უამრავი თვითმხილველი არის მე მზად ვარ მივცე პროკურატურას ჩვენება და ის დამნაშავეები მე მოვითხოვ როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ავაშენებთ ვერ დემოკრატიულ ქვეყანას, ვერ სამართლიან ქვეყანას და ვიქნებით ისე იმ ჭაობში, რა ჭაობიდანაც მოვდივართ შემოკარგება. ეხლა მინდა მე ორი სიტყვით კიდე მიმართო ყველა ცხოველის დამცველს. შემოკარგებო გავრცელებული არის ესეთი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რომ ვითომ 4 აპრილს იმართება აქცია საკრებულოს წინ. აი ამ რეგულაციების ესე იგი საწინააღმდეგოდ რომ არ მიიღოს ესე იგი მერიამ ეს რეგულაციები მაგრამ მე მინდა განვაცხადო რომ რეგულაციებს საკრებულო იხილავს 30 მარტს თუ 30 მარტს არ მოხდა აქცია არ მოხდა ზეწოლა აი ამ ადამიანებზე რომლებიც მზად არიან აი მკვლელობის კანონს მოაწეროს ხელი ჩვენ 4 აპრილს რაც არ უნდა აქცია გამართოთ უკვე იქნება დაგვიანებული ამიტომ მე დავაანონსებ ალბათ დღეს მე ვამზადებ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებ ამ აქციას მერიაში შედის ესე იგი ნებართვა აი ამ აქციის თაობაზე იქნება პლაკატები და ასე შემდეგ ყველაფერი გამზადებული და აუცილებლად უნდა ჩავატაროთ აქცია 30 მარტს საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას რათა ჩვენ ყველა დეპუტატს თითოეულ მათგანს რომლებიც დღეს ზიან საკრებულოში ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ესენი ვინ იქნებიან ოცნების მხრიდან თუ ნაციონალების მხრიდან ჩემთვის მკვლელი არის მკვლელი გინდა ოცნებიდან იყოს და გინდა ნაციონალებიდან იყოს ამიტომ ჩავატარებთ ამ აქციას ყველა დეპუტატს მოუწოდებთ რომ არ დაუჭიროს მხარი აი ამ მკვლელობის წაქეზებას და დაკანონებას საქართველოში წინააღმდეგ შემთხვევაში მე თამაზ ელიზბარაშვილი ვიძლევი ყველას წინაშე პირობას რომ დავიცავ თითეული უდანაშაულო ცხოველის უფლებას
ჩემს ქალაქში, თბილისში. არავის არ მიცემ უფლებას, რაც არ უნდა კანონი მიიღონ, რომ უდანაშაულო ძაღლი მოკლან. მე გადავალ ყველა აგარ არიან ესე კანონიერ გზაზე მაქვს მე ამ შემთხვევაში ლაპარაკი, აქ არიან იურისტები და პროფესიონალი ვეტერინარები, რომლებიც მოგახსენებენ თავისას ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ თუ მე კანონიერი გზით ვერ მივახციე ვერაფერს, დამრჩება მხოლოდ ერთადერთი გზა, რომ ის იარაღი რითაც დაძდებენ და კლავენ აი უდანაშაულო ცხოველებს, იმ იარაღით გავცე პასუხი აი ამ კვლელებს და თავის თავზე და თავის ხეულზე იგრძნონ, რა სისასტიკეს შადიან. დანარჩენ რეგულაციებს რაც შეხვედრებს ბოლო დღეების განმავლობაში გააჟღერა ხალხთან, ის რომ თქვა წრიდან 9 საათამდე უნდა გავასეირნოთ ძაღლები, ის რომ რაღაც სპეციალური ადგილი იქნება ვერის ბაღში, სადაც შეიძლება მოსახლეობას გაყვანა ტრანსპორტში არ შეიძლება აიყვანო ძაღლი და უნდა გაუკეთო რა პირბად მოკლე საყელური და ასე შიპი და ასე შემდეგ. თან და ვეტერინარსაც ვკითხო, რათა ხელთან არის ეს ყველაფერი დაკავშირდა და რამდენად ნორმალურია. ეხლა მე ძალიან მარტივად გაქცენტავზე რა კარგი კითხვა და ამისი წარმოიდგინეთ ხო? თითოეულ ესე იგი ჩვენთაგანს. არა მარტო იმას, ვისაც ესე იგი ქუჩის ძაღლს მეურვებს, არამედ ვისაც ძაღლი ყავს სახში ან კატა ყავს სახში. წარმოიდგინეთ ყველა ჩვენთაგანს ხო ჯიბეში გვიყოფენ ხელს. ძაღლი რომელსაც ყავს პატრონი და რომელიც ცხოვრობს სახში, ხო იმას ყველაფერი აქვს. პასპორტიცაა გახსნილი, დაყავს ვეტერინართან ნაცრები კეთება, ჩანაწერები კეთდება. ეს ყველაფერი ხო დაჩიპა იქნება თქვათ თუ სტატუს დადება, ხო ეს ყველაფერი არის თანხასთან დაკავშირებული. აბა კითხეთ ახლა ხო ჩვენ მოსახლეობას დღეს არის აი ამისი დრო, იმდენად ესე იგი მაღალია ჩვენთან ცხოვრების დონე, რომ აი ამაზე ესე იგი კიდე დამატებითი ხარჯი და პლუს კიდე ყოველ წლიური რეგისტრაცია უნდა გაიარო, ესაც კიდე ხარჯებთან არის როგორც ყოველთვის შემოკარგო, აი სააგენტო კიდე ერთხელ ტყუილს ამბობს, უფასო ამ ქვეყანაში არაფერი არ არის და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენება. თვითონ ის დაჩიპა საქართველოში აი ეს ჩიპი არ იწარმოება. რომც იწარმოებოდეს ეს ფული ღირს. ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ უფასოდ გააკეთებს, თქვათ ან მერია, ან რომელიმე თქვათ კერძო კლინიკა ვეტერინარული აი ამ დაჩიპას არ გააკეთებს. მე პირადად ვარ ბიზნესმენი, ამ მიმართულებითაც მაქვს ჩემი ბიზნესი, მე თვითონ ჩამომაქვს აი ეს ჩიპის ესე იგი ეს ვაქცინა. ხარისხიანი ვაქცინა საკმაოდ ძვირებს. აქ ლაპარაკი არის 65 ლარზე. 8 ლარი და უფრო მეტი. არავინ არ მოგავტყვილოთ, რომ ეს ყველაფერი იქნება უფასო. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ალიკაბის გაკეთებას, რაც შეიძლება ესე იგი სასეირნო ტერიტორიებს. შემოკარგო, ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და აბრამ საქმიანობა. ჯერ გააკეთეთ შემოკარგო. აი ესეთ სასეირნო ტერიტორიები, გააკეთეთ სკვერები, სადაც ზაღლებით შეიძლება ოჯახი მივიდეს და დღის განმავლობაში ხო ასეირნოს ალიკაბის გარეშე და ბავშვი ის სიხარული და ის მადლი აჩვენოს, რასაც ქვია ძაღლის სიყვარული და რა ერთგულებასაც და სიყვარულსაც ძაღლი აძლევს ბავშვი. გააკეთე ეს და მე ვიფიქრე, აი ამ რეგულაციაზე ალიკაბთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ძაღლია ისეთი, რომელსაც ალიკაბის გაკეთება, ესე იგი, რომელსაც ალიკაბის გაკეთება არ შეიძლება და საერთოდ დეპრესიაში ვარდება ესეთი ძაღლი და შეიძლება გულიც გაუსკდეს. ესე იგი, რა გამოდის შემოკარგებ, რომ მაშინ ჩვენ ადამიანებმა, ხო, პრევენციის მიზნით ყველამ გავიკეთოთ ხელბორკილები და ისე ვიაროთ ქუჩაში? არანაირ ესე იგი არანაირ მორალს არ ექვემდებარება აი ეს რეგულაციები და ეს მუხლები, რაც ვიღაცა ძაღლ მოძულე და სიცოცხლის მოძულე ადამიანთა ჯგუფმა დაწერეს თეთრზე შავით. ამაზეც აპირებთ თქვენ ბრძოლას? ძირითადი ჩემი ბრძოლა ამ შემთხვევაში მიმართული არის იმისკენ, რომ მე გადავარჩინო უდანაშაულო, უსაკარო ქუჩის ძაღლების სიცოცხლე. და დანარჩენი შემოკარგებო ხო? მარტო ჩემი გასაკეთებელი არის ეს. ყველას მოგიწევდებთ იმ ადამიანებს, ვისაც ძაღლები ყავთ სახლში, ვისაც საერთოდ გიყვართ ძაღლი და კატა, ამოიღეთ ხმა და დაიცავით თქვენი ერთგული მეგობარი. თორემ ის ადამიანი, ვინც ამას ვერ შეძლებს, ის ხვალ ვერც თავის შვილს დაიცავს, ვერც ოჯახს დაიცავს. აქედან გამომდინარე, ვერც სამშობლოს რიგი ჯარისკაცად გამოდგება. ამიტომ კეთილინებებთ ყველა ამოიღეთ ხმა ამ უკანონობის წინაშე, რასაც თბილისის მერია აკეთებს და აპირებს. მე კიდევ ვიმეორებ, ეს არის მიმართული, თან ეს არანაირ შედეგს არ გამოვიტანს. და მე კიდევ ვიმეორებ ბიზნესმენი ხო, რომელმაც ვიცი თითოეული კაპიკის ფასი,